დღეს მე გაგიზიარებთ იტალიური ფუნთუშის მარიტოცის რეცეპტს, რომელსაც მოვამზადებ სილიკომარტის აი ამ არაჩვეულებრივ ფორმაში და შესაბამისად მარიტოცს ექნება განსხვავებული კუბის ფორმა. მიქსერის ჯამში მოვათავსოთ სველი ინგრედიენტები და შემდეგ დავუმატოთ ქვილი, შაქარი და საფუარი. ვიყენებთ ფორიშერის პრემიუმ ხარისხის T55 ფულს, რომელიც არის პროტეინის საშუალო შემცველობით. ვამატებთ მარილს, ფლორდესელის უმაღლესი ხარისხის ფრანგულ მარილს. დავამატოთ ფსტის პასტა, ამ შემთხვევაში ვიყენებთ ჩემს ფავორიტ მარულოს ბრენდის სიცილიურ ფსტის პასტას, რომელიც იდეალური არის ცხობაში. როდესაც ცომი კარგად მოიზილება, საბოლოო ეტაპი არის ცხიმის დამატება. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ევროკასის ბრენდის მარგარინს ესკიმო ენაშს, რომელსაც აქვს ცხიმის 80% შემცველობა და არის იდეალური როგორც ფენოვანი ცომისთვის, მაგალითად კრუასანისთვის, ასევე პურფუნთუშეულისთვის. მიღებული ცომი გავაჭროთ ოთახის ტემპერატურაზე, სანამ არ გაორმაგდება. ცომი უკვე აფუებულია, ახლა შეგვიძლია დავჭრათ 100 გრამიან გუნდებად და გადავიტანოთ წინასწარ დაცხიმულ სილიკომარტის ამ არაჩვეულებრივ ფორმებში. DGF-ის ცხიმის სპრეი ძალიან გვიმარტივებს მუშაობის პროცესს. გავუშვათ ასაფუებლად და დაველოდოთ შედეგს. როდესაც ცომი თითქმის ფორმის ზომამდე ამოვა, გავუშვათ გამოსაცხობად 165 გრადუსზე 20-22 წუთის განმავლობაში. სანამ მარიტოცი ცხება, პარალელურ რეჟიმში მოვამზადოთ კრემი. პირველ რიგში ამოვიყვანოთ მცენარეული ნაღები, ამ შემთხვევაში ვიყენებ ევროპეას ბრენდის ნაღებს, რომელსაც აქვს ძალიან მსუბუქი ტექსტურა. პერფექტას კრემი ძალიან მარტივი მოსამზადებელია, როგორც დროის მხრივ, ასევე ტექნოლოგიურად. მიქსერის ჯამში მოვათავსოთ რძე, პერფექტას ფხვნილი, ვანილი და გავთქვიფოთ 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ ხელით გადავურიოთ ამოყვანილი მცენარეული ევროპეას ნაღები. ვიყენებ პროვას ბრენდის მადაგასკარის ვანილის ჭხირს. შეგახსენებთ, რომ DGF არეას სივრცეში გვაქვს პროვას ვანილების ფართოარჩევანი, ეს არის ჭხირი, სიროფი, ექსტრაქტი თუ პასტა. გაგრილდა ჩვენი მარიტოცი, ახლა ავაწყოთ და დავადეკოროთ. შიგთავსად ვიყენებ ევროკასის თერმოსტაბილურ ალუბლის ჯემს და აქვე შეგახსენებთ, რომ ევროკასის ხაზით ჩვენ თერმოსტაბილური ჯემების ფართოარჩევანი გვაქვს. დასანამად კი ვიყენებთ პროვას ფორთოხლის ყვავილის წყალს. ხოლო შემდეგ ფენად გამოვიყენებთ პერფექტას ბაზაზე დამზადებულ ვანილის კრემს. საბოლოო დეტალი ევროკასის კოქტეილების ალუბალი, რომელიც იდეალურია როგორც კოქტეილებისთვის, ასევე დესერტების დეკორად. ნაწილ მარიტოცზე დეკორაციად მე გამოვიყენებ ფორთოხლის ცედრასა და სიცილიურ ფსტის ნატეხს.